შენდება და მშვენდება საქართველო. ხო ცხელში აბა სხვა როგორ იქნება? აი, ბოლო დეტალი აკლდა ქვეყანას და კოცმა ეგეც მიაჩუქურთმა. ხულოს მერიამ გამოაცხადა ტენდერი ხულოს ცენტრში 30 მეტრიანი სადროშე ბოზის აღსამართავად. ბოზი იქნება მოტუთიავებული და ზედ დაიკიდება დროშა ზომებით 9 მეტრი 6 მეტრზე. ხო, კარგი ამბავია? ნამდვილად. აკლდა ხულოს 30 მეტრიანი ბოზი და ზედ 9 მეტრიანი დროშა. ნამდვილად აკლდა. ახლა კოცებს არ გაახსენოთ, რომ მაგ დროშას მიშას დროშას ეძახიან და 2012-დან შეცვლას უპირებენ. თავარია დადგან. დადგამენ კიდეც. ბიუჯეტიდან ამ საქმისთვის გამოყოფილია 84,520 ლარი. ხო, არ მოგესმით. ბევრია თუ ცოტა, ეს ისეთ მდიდარ ქვეყანაში, როგორც საქართველოა და ისეთ მდიდარ მუნიციპალიტეტში, როგორც ხულოა. მოდი ვნახოთ მუნიციპალიტეტის წლევანდელი ბიუჯეტი. რაც მართლა მნიშვნელოვანია აქაურობისთვის. მთებზე მოიალაღეთა ტრანსპორტირება 57,450 ლარი. ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა შენახვა 40,000 ლარი. მთელი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურაზე ლაპარაკი ხალხო. არაფერი შეგეშალოთ 40,000. ტურიზმის განვითარება, რომელსაც ამხელა პოტენციალი აქვს ამ ფანტასტიკურ რეგიონში, გინდ ზამთრის და გინდ ზაფხულის. 20,000. გენდერული თანასწორობა 10,000. მარტო ხელა მშობლების დახმარება 25,000. სოციალურად დაუცველთა ერთჯერადი უფასო კვება 75,000 ლარი. და დროშისტარი 84,500. ბუდეში 84,520. სულ ვცდილობ ხოლმე რომ პრობლემას მეორე მხრიდან შევხედო. ახლაც დავფიქრეთ, იქნებ მართლა უფრო მნიშვნელოვანია რომ 30 მეტრიან ბოძზე დაკიდებული დროშა იდგეს, ვიდრე მთელი ხულოს სოციალურად დაუცველთა თითო მათლაბა სუფი და ორი ნაჭერი პური. იქნებ მართლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ყველა ობიექტი ერთად აღებული. თანაც ორჯერ უფრო მნიშვნელოვანი რა კი. ორჯერ უფრო ძვირი გამოდის და 4,520 ლარი კიდევ ხრჩება. იქნებ 4ჯერ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ტურიზმი და აქაც ხრჩება 4,520 ლარი. და იქნებ 3,5-ჯერ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მარტო ხელა მშობლების დახმარება. ხო, რა ვიცი, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ ცოტა მაინც მეძვირება. იქნებ რამე აძვირებს ამ პროექტს. ჩავედი სტატიის ბოლოში და ევრიკა. მოეწყობა მეხამრიდი და ბოძის თავზე თვითმფრინავის გამაფრთხილებელი ნათურა. ეგ ნათურა უნდა იყოს ამ ხელაფას რო არტყა. ხულოს თავზე ხო იცით რა სიხშირით დაშხვილებენ თვითმფრინავები. რეისი შდება და ფრინდება. ზოგი ყინჩაურიო, ზოგი ბეშუმიო, ზოგი ნიუ-იორკი JFK, ზოგი ზემოთხილვანა, ზოგი ქვემო, ზოგიც ლონდონი ჰითრო. თქვენ კაი დედამამიშვილებო, ამ პროექტს რო წერს და წინადადებას ადგენთ. რა თვითმფრინავი და აერონავიგაცია აგიტყდათ. ხულოა იქ ხალხო, ხულო. მან თუ რამე დაფრინავს, არწივებია, რომლებიც მართლა ბლომად აგიხატავთ კომპიუტერით. და ვერ ფრენები. ის წელიწადში მხოლოდ ერთხელ, როცა დიდვან კოცები მევდიან ბეშუმში, აგვისტოში დოღზე. ხო და თუ მაინც და მაინც ვერ ფრენის გამაფრთხილებელი ნათურები და არ ქვით მაგას. თუ რა თქმა უნდა, შემდეგი წლის ბიუჯეტში ასაფრენი ზოლის და აეროპორტის ტერმინალების მოვლა პატრონობის ნახევის ჩაწერასა და მე მოტეხვას არაპირებთ. ვარკეთილი რო ვარკეთილია, თბილისში, რომლის თავზეც მართლა დაფრინავენ თვითმფრინავები და ძალიან დაბლა. იქაც კი, დროშის ტენდერში მოგზალებულად მიუთითეს მაფრთხილებელი შუქურა. ოღონდ იქ კალაძემ 2023 წელს ლამის ორჯერ მაღალი ბოძი დაარჭო და 4ჯერ ძვირი გადაიხადა. ბიუჯეტმა გადაიხადა რა თქმა უნდა. და ეს რო წავიკითხე მივხვდი რომ არც ერთი თეთრი არ მოპარულა, არ დაატკატებულა. სულ საქმეს მოხმარდა მთელი 320,000 ლარი. ხო, დაპროექტების ხარჯები აქაც ცალკეა, როგორც ხულოს შემთხვევაში. ეგ ამ ფულში არ შედის. განა დროშებს არ დგამენ სხვაგან. დგამენ. აგერ ხულო სულ ცოტა გაასწრო ტრამპმა. თეთრი სახლის წინ ამ დღეებში ორი დროშა აღმართეს. ასევე 30 მეტრიან ბოძებზე. და რა გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტმა? არც ერთი ცენტი. ოლქ კოლუმბიის ბიუჯეტმა არც ერთი ცენტი. ტრამპს არ დაუზუსტებია დეტალები, მაგრამ თქვა რომ ყველაფერს მე გადავეხდიო. და რა დაგიждებაო? 50,000 დოლარიო. ახლა მოვიმარჯვოთ კალკულატორი და 50,000 დოლარი 194,000 ლარია. გამოდის რომ თეთრი სახლის წინ ეზოში თითო დროშის დარჭობა ღირს 67,000 ლარი და ხულოში 84,520. ანუ უხეშად 30%-ით მეტი. ვაშინგტონი თეთრი სახლი და ხულო. კაი, ისევ სხვა მხრიდან შევხედოთ. ვაშინგტონში მინიმალური ხელფასი არის 17 დოლარი და 95 ცენტი. 18 დოლარი საათში. ეგ არის 49 ლარი საათში. უფრო იაფად იქ ლეგალურად ვერავის იქირავებ და გამოდის რომ მუშა ხულოში 65 ლარს იღებს, ანუ 30%-ით მეტს ვიდრე ამერიკელი მუშა დაზღვევითა და მთელი სოციალური პაკეტით. ასეა? რა ვიცი. ნუ კაი, ფული ჯანდაბას. დღეს გაქვს, ხვალ აღარ. Deep State დაგიყადაღებს სადმე, არ ვიცი, შვეიცარიიდან სინგაპურამდე. არა ბატონო ბურის ჯიგარო. ხო და ფულზე აღარ ვინერვიულოთ და უბრალოდ დავტყვეთ მომავლის ხულოთი. აი, კიდევ ერთხელ, ხულოს მერიის ტენდერის გამოცხადებული ვიზუალიზაცია. ანუ, აი ასეთი დრო შეიქმნება, აი ასეთ ადგილას. ხო და ახლა მე მაქვს კითხვა. ეს სადაა? ეს ხულოა. ეს არის ხულოს ცენტრალური მოედანი, ტყუანს. ხულო არის ეს. Центр Хуло.
მთები და ხევები. ეს ტრამალები სად ნახეთ ხულოში გაფიცებთ ყველაფერს. თან ორი გრაფიკაა, სხვადასხვა ხედი და სხვადასხვა კუთხე და საითაც გაიხედავ დედა რუსეთივით ბრტყელია. ბიჭო, ერთი მთა მაინც დაგეხატა და დაგედგა თუ ხულოსთვის გინდოდათ. აი, ბორცვი მაინც, აი, ელემენტარული წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ, როგორ გამოიყურება ეკაურობა. მაგრამ ხან აქედან შევხედე, ხან იქედან და ერთადერთი კითხვა დამრჩა ხულოს მერიასთან. თქვენ ბიჭო, მაგ მერიაში და საკრებულოში რომ მუშაობთ, საერთოდ ნამყოფები ხართ ხულოში? Вы понимаете, у нас горы. Ты в зоопарке был? Там верблюд видели? Верблюд. Обиделся. ეს იყო ვაშა გადაცემა თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, შემოგვიერთდით. Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რას დავიდით? იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.